რიგში მინდა სწორედ ამ მოცემულობაზე ვთქვათ პროტესტის 6 თვის თავზე ძირითადად საინფორმაციო დღე არის სასამართლო პროცესებზე დაკვირვება, სასამართლო პროცესის აღწერა. ანუ რა მოცემულობაა ეს შენი აზრით, იმიტომ რომ მაინც ამ ორთა ბრძოლას თუ ასე შევხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ვართ, რესურსების დაპირისპირებასაც, გამძლეობის დაპირისპირებასაც უწოდებდნენ. ახლა ვისი ძლიერი და სუსტი მხარეები ჩანს ზედაპირზე? მოგესალმებით დიანა, ხო, პროცესი რა არის ახლა, ალბათ ხელისუფლება თავისი გადმოსახედიდან ცდილობს, რომ ეს წინააღმდეგობა გაანეიტრალოს. შესაბამისად, ვიზეც მიუწვდება ხელი, რომ შეუძლია გაანეიტრალოს, ყველას გაანეიტრალებას ცდილობს და სავარაუდოდ არ დაგიდევთ, რამდენი ადამიანი იქნება ციხეში, ვინ იქნება და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ ხედავთ, რომ ყველა მიმართულებით, რომ ეს პროცესებიც, ხო, ჟურნალისტი იქნება, აქტივისტები იქნება, დღეს 19 წლის გოგო გაუშვეს ციხეში, ორი გოგო, სტუდენტი გაუშვეს ციხეში 12 დღით. იმის გამო, რომ მარიამ ლაშქს შეურაცხყოფა მიაყენეო, ვახსოვთ ხო ის ინციდენტი სადღაც რომ შეხვდნენ, მოიდეს საბაბად რომ იქ რაღაც ბავშვთან ერთად იყო ბავშვთან ერთად მართლაც. ხო, კი, არ ვამბობ რომ არ იყო ბავშვთან ერთად, მაგრამ გასაგებია, ეხა ისინი ამბობენ რომ არ დაუნახავთ რომ ბავშვთან ერთად იყო, მაგრამ აქ მაგაზე ხო არ არის დავა იმაზე არის რომ ეხა 19 წლის გოგოები ციხეში რატომ უნდა გაუშვა 12 დღით, ხო, თუ რაღაცა იყო ეს ჯარიმა შეიძლება რაღაცა შეიძლება. მოკლედ, მაგრამ ხედავთ ჩვენ ეხა როგორც არის, იმიტომ როგორც ჩანს დისკომფორტი დიდია ამ აქტივიზმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აი ნანუკა ჯორჯორნიანი ამბობდა ჩემთან გადაცემაში წინა დღეს რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე დაბადების დღეებსაც ვეღარ იხდიან ღია სივრცეში, იმიტომ რომ სადღაც სადმე რომ შევიდნენ ეს აქტივისტები, ვინც სადმე გადაეყარა, ყველამ რაღაც კი ბატონო, ამ ტიპის ჯარიმებით და პატიმრობებით ისინი, ეს ვთქვათ, უფრო კომფორტის ზონის გაფართოებას შეეცდებიან ალბათ სამომავლოდ. ხო, შესაბამისად ახლა აქტივიზმით ტექსტსაც მეტი რა დარჩენიათ, ხო, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანის დისკომფორტი არ გრძნობინონ. ახლა სხვა რა ძალა აქვთ. ხო, ახლა მართლაც ადვე იმაში პარლამენტში ხომ არ შეუვარდებიან, არა? შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ რაღაც მეთოდებით მაინც მოახერხონ, რომ ხელისუფლება იგრძნოს დისკომფორტი იმის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, ხო. ქვეყანაში რა ხდება, ხა ჩვენ ხედავთ, ხო, ხა მედიასთან დაკავშირებით რა კანონებს იღებენ, არასამთავრობო სექტორთან რა კანონებს იღებენ, ჟურნალისტებს ზიამაღლობელი რის გამო უზით ციხეში და 4-დან 7 წლამდე რის გამო მიჯას აპირებენ და ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხა ორი გზა უნდა გაჩუმდეს, ყველა და დანებდეს და შეეგუოს იმას, რაც ხდება ქვეყანაში, ან რაღაცნაირად წიაღლობა უნდა გაუწიოთ. ხა მელიას დაკავება კიდე საინტერესო ამბავი იყო, მე დღეს Facebook-ზე დავწერე თვალსაზრისით, რომ დაკავებულია ისეთი მუხლით და ისეთი ბრალდება, რომელიც ყველა ჩვენგან შეუძლიათ ესე აზრენ და დააკავონ. ხა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხყოფის მიღება, ანუ წარმოიდგინე, ხა შენთვის ვიდიხარ გზაზე პოლიციელი გაჩერებს, რის გამო გაჩერებს, არავინ არ იცის. იქ თუ რა შეიძლება პოლიციელმა მარტივად თუ ეს დავალება წამოგიკიდებს და მელია ამ ხელ ძალიან ემოციური ნატურა. შენ თუ პასუხს გასცემ, დაგიჭერს და იტყვის, რომ აი პოლიციელი შეურაცხყოფა მეყენს. ან შეიძლება საერთოდ არ გასცე პასუხი. მოითმინო პოლიციელი შეურაცხყოფა, მაგრამ ის მაინც იტყვის, რომ შემაგინეო და პოლიცielis სიტყვა კანონია სასამართლოში. შესაბამისად, ვერაფერს ვერ დაამტკიცებ, რო არ შეაგინე პოლიციელს და მარტივად ადმინისტრაციული პატიმრობა არტყმული გაქვს. ყველას ხვალ მოუნდეს, მაგალითად მე გამარჯვება, შენ გაგაჩერონ, იტყვიან, რომ აი დიანა გვაგინებდა, რავის, რაღაც შეგვაფურთხა და მორჩა ხა პოლიცია არ არის საჭირო, სასამართლო არ ითხოვს არც კადრებს, არც ჩანაწერებს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელს დააქვს ეს სამხრე კამერა, არაფერს არ ითხოვა პოლიციელი თუ იტყვის, რომ დიანამ შემაგინა, მორჩა შენ. ბატონო, მე რა მოცემულობას, როდესაც პოლიტიკური ლიდერების ნაწილი და ამ შემთხვევაში ვთქვათ გირაოს არ გადახდა მათი მხრიდან, იყო რაღაცნაირად აი კი მივდივარ ციხეში, მივდივარ პატიმრობაზე და არ ვითანამშრომლებ ამ ნაწილშიც ხელისუფლებასთან. რა მოცემულობა იქნება ეს რამდენად პოლიტიკური პროცესს, რომელიც ისედაც კრიზისულია და თითქმის არსად არ არის, რამდენად კიდევ უფრო დააზიანებს. ანუ რა პერსპექტივას ხედავ ამ კრიზისის დაძლევის და სად ხედავ საერთოდ ამ გზას?
ხო, ნუ ეხა მე არა ვარ პოლიტიკოსი, რომ ეხა მაგრამ პოლიტიკური პროცესების ანალიზი სხვა რამეს ვამბობ, შენ კითხვაზე კი არ ვამბობ, რომ მე რატო ამის უმეტკი. ზოგადად ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკოსების საქმე, რომ ხალხს დაანახონ, გეგმა შეცდაოს და ჩვენი საქმე, მე და შენი საქმე არ არის. ხო, ჩვენ შეგვიძლია ამბავი და გავაშიფოთ. მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არიან ამით დაკავებულები, ამიტომ ჩვენ ვიმსჯელოთ. ანუ შეგვიძლია კი ბატონო შევაფასოთ, ანალიზი გავაკეთოთ, ესეც არის ჩვენი საქმე. ამ გადასახედიდან რასაც უყურებთ, ეხლა უნებრივია ხელისუფლებამ ერთი ეტაპი კრიზისი, რამდენიმე ეტაპი გადააგორა დიდი კრიზისების. გადააგორა ეს პირველ რიგში ძალადობით, ხალხის ცემით, დასახიჩრებით, არ ვიცი, დალეწვით, ჟურნალისტების ცემით, მათ შორის გურამ როგავასი, მაკაჩიხლაძის და ასე შემდეგ, ამის კისერი მოტეხეს, მაკაჩიხლაძეს და სამაგიეროდ პრემიერ-მინისტრი გამოდის მაგალითად ამბობს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ისე ლამაზად გადავაგორეთ, რომ არავის გრძელვადიანი ზიანი არ მიდგომია ჯანმრთელობაზე. ანუ მაკო გომუბარო თვალი დაკარგა 2019 წელს, ნუ ის თვალი დღემდე დაკარგულია. ხო, და ამიტომ ის გრძელვადიანი ზიანი მიაყენა გახარიამოდა. ჩვენ რომ ვიღაცები ძულებში მუდმივად გრძელვადიანი ჯანმრთელობის დაზიანება არ მიგვიყენებიო ეს მესიფრა. ვიღაცები ძულებში დავამტვრიეთ და კისერი კინაღა მოვტეხეთ და ყბები მოვტეხეთ და იმას მაგალითად მართლა შემთხვევით გადარჩნენ გურამიც და კი ბატონო, ანუ რადგან თვალი ახალი არ ამოუვიდა მაკოგომურს, მაგრამ ძვლები შეუხორცდა ვიღაცას მაგალითად, ნუ მაგალითად გურამ როგავას კისერი მოურჩა, ან იმას რა ქვია, მაკაჩიხლაძეს მოურჩა, ან მაგალითად ლევან ხაბეიშვილის სახეცვლები რო დაამტვრიეს, ოპერაცია გაიგეთა და მოურჩა. თირქია იყო იქ ასევე, რომელსაც ძალიან მძიმე დაზიანებები აქვს, ესეც უნდა ითქვას, არავინ არ უთხრა. რადგან ვიღაცას ძვლები შეუხორცდა და ამიტომ ეს გამოყოფილა თურმე კეთილშობილურად უფრო დარბეული მიტინგი ვიდრე 20 ივნისი იყო და აი ასეთი რაღაცეებით ცდილობენ თავი გაიправონ და ანუ ამითი გადააგორეს ამ ძალადობით, პროპაგანდით, დიდი პროპაგანდის მაგალით და ასე შემდეგ და ბუნებრივია ახლა მათკენ არის ძალიან დიდი ძალა ვიდრე აქტივისტების მხარეს ან ოპოზიციის მხარეს განუზომლად მეტი ძალა ეს იქნება ტელევიზიების რაოდენობის თუ მათი დაფარვის ზონის მიხედვით ეს იქნება ფული მათკენ არის ძალოვანი უწყებები. ხო, ხა ის რას გეუბნება, იცი რომ აი ეს ხა შენ რო ხელისუფლებას რაღაც წინააღმდეგობას უწევი ქუჩაში გამოყვედი მაშხალა ისროლ და ასე შემდეგ, ანუ ხელისუფლების დამხოლა გინდაო აქტივისტებს ეუბნება და მე ამის გამო შენ აბა რა გონია მუშტი მოგხვდება დაგლეწავთ და ასე შემდეგ, მაგრამ შენ თუ ვინმეს მოუხდე ხელს, შენ დაგიჭერთ, მაგრამ ჩვენ რო დაგლეწავთ, ამის გამო ბუნებრივია პასუხს არავის არ გავცემ. ანუ თან გეუბნება რომ თუ ბიჭი ხარ, მოდი მეჩხუბეო, ჯგუფში გიწევო, მაგრამ ამ ჯგუფში თან პოლიცია მისკენ არის. ანუ შენ თუ თვითონ შეუძლია გაგლახოს, მაგრამ აქტივისტები თუ გალახავენ, აი მაგალითად გალახვაზე არა ლაპარაკი, ბზიამ სილა გააცნა, ხო ხა არც გაულახია და არაფერი. და ამის გამო 4 და 7 წლამდე ჩაქსვავთ, მაგრამ მე თუ კისერს მოგტეხავ და თავს გაგიტეხავ, ეს არაფერი არ არის. ანუ ყველაფერი მისკენ არის, ანუ უსამართლო ბრძოლაში არის ბუნებრივია შესული დღეს პროტესტი ხელისუფლებასთან. ანუ აი ეს რესურსების იქნება თუ რაც იქნება თუ გადავიყვან 10-ზე არის ფაქტობრივად ხელისუფლების სასარგებლოდ. ხო, ხა ძალოვანი სტრუქტურა ყველაფერი მისკენ არის. ამიტომ ძალიან რთულია ბუნებრივია ამ ვითარებაში არის ძალიან რთული და ფაქტობრივად წარმოუდგენელი რაღაც თანასწორი ბრძოლა გაუმართოს, ხო, აქტივიზმმა ან ოპოზიციამ ხელისუფლებას. ამიტომ ესე მარტივად არ არის ეს საქმე რომ შევხედოთ, მაგრამ მეორე მხრიდან რა დარჩენიათ ახლა ამ ხალხს? ან ჩვენ რა დარჩენია მაგალითად ჟურნალისტებს, ვინც იმ ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლებისთვის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ხო, ხა ჩვენ ხელისუფლებაში მოსასვლელად მე და შენ არა ნამდვილად მე სულ რაღაც გადაცემა უნდა წავიყვანო ნებისმიერი ხელისუფლების დროს და ვაკრიტიკო ყველა როგორც შემეძლება, რა ვიცი. ხო, ან მეორე გზა რა არის, ხა თუ ჩვენ ვიტყვის რომ აი ხელისუფლებას დიდი ძალა აქვს, არაფერი არ გამოდის, ან აქტივისტებისთვის, ან პოლიტიკოსების, ან ჩვენთვის ჟურნალისტების მეორე გზა რა არის ალტერნატივა, რომ ჩავიქნიოთ ხელი და ფაქტობრივად დიქტატურა შევეგუოთ. აი ეს არის მეორე გზა და მე ვფიქრობ რომ მე მგონი ჩვენი ვალია რომ ყველა მოცემულობაში სიმართლე უთხრათ მაყურებელს როგორც ხედავთ პროცესს არც სრულ დაპირების და რაღაც იმედების მიცემა და არც წყლის გადაწურვა არც ერთი არ უნდა იყოს ჩვენი ეს ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ იმ ადამიანებაც ვინც მაგალითად დეკემბერში გამოდიოდნენ ქუჩაში და ეხლა არ გამოდიან იმის ზეზით რომ მე მაგალითად რაღაც სტუდენტებთან მაქვს შეხება და არ დადიან ისინი აქციებზე და მე
მეუბნებიან რომ ვეკითხებ, იმიტომ რომ რა ვიცი, აზრი აქვს ვეღარ ხედავ, იმედი აღარ არის. ანუ უნებრივია ხა ხელისუფლება რადგან მოახერხა ამ ძალადობით იქნებოდა თუ რესურსებით და ასე შემდეგ, გადაეგორებინა ეს პირველი ტალღა, ბევრში გააჩინა ეს იმედგაცრუების განცდა, მაგრამ ამ ადამიანებს მარტივადაც ვეკითხები, ანუ მეორე გზა რა არის? ხელის ჩაქნება და ამ ყველაფრისთვის შეგუება? თუ ამ ყველაფერს ვეგუებით, ну კი ბატონო, ეხლა ესეც არჩევანია შეიძლება. რას პასუხობენ მერაბ? ხო, ну იცი რა, პასუხი ამ კითხვაზე პასუხი რეალურად არ არსებობს, დიახ. ვერ გიპასუხობს, ვერ გეტყვის, რომ იცი რა, ხო, შევეგუები დიქტატურას. უბრალოდ ну ისე ვიძახის, აი რა ვქნა ეხლა კონკრეტული გეგმა მინდა, მაგრამ კონკრეტული გეგმა ასეთ სიტუაციაში. ხო და აი სად ხედავ რაღაც არის ასევე დაიწყო საუბარი რამდენიმე პარტიამ არჩევნებზე, იმიტომ რომ ახალი არჩევნები არ ჩანს, კალენდარული არჩევნებისთვის ან ივლისში ან აგვისტოში პარტიებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის მიხედვით ვის ყავს წარმომადგენელი რაღაც მთელი რიგი ნიუანსებია, მაგრამ აგვისტო ეს არის დასაწყისი ბოლობა და ანუ ზოგიერთი ფიქრობს ამ მიმართულებით წავიდეს თუ კი ხელისუფლებას ან რევოლუციით სვლიან არჩევნებით გახარიას დავესესხები, აი რა მოცემულობა ახლა, რა ჯობია რომ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხრიდან სტრატეგია. ამ შემთხვევაში რევოლუციას გააჩნია ჩვენ რას ვეძახით. ხო, მოთხოვნა რა არის პროტესტის და ვინც ქუჩაშია და ამ ხალხის არის დაუბრუნდეს დემოკრატია პროცესებს საკანონმდებლო ბაზა პირველ რიგში ეს კანონები გაუქმდეს რაც არის და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ეს არის ხო მოთხოვნა და პოლიტპატიმრები გამოვიშვა. ეს არც ერთი მოთხოვნა თუ არ სრულდება შესაბამისად შენ მიდიხარ არჩევნებში ეს მერაბ ეს მოთხოვნებით რო სრულდება ახლა ისედაც არჩევნებში უნდა წახვა ანუ მაშინ ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა თუ არ სრულდება მარტივ რაღაცა შენ თვითონ გაეცი პასუხი ამ სხვა შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის აზრს პირადად მე როგორც ამომრჩეველი ვერ ვხედავ მე არჩევნებზე არ წავა ფაქტობრივად არასდროს მე ყოველთვის ვიყავი უნებრივი არასდროს არ ვიყავი რადიკალი და ყოველთვის არჩევნების მომხრეობა ვიყავი და ასეთ შემდეგ ალბათ პირველი შემთხვევა როცა არჩევნებში არ წავალ იმიტომ ჩემი აზრით დღეს ამ არჩევნებში შეყოლა ხელისუფლებისთვის აი პროტესტის ღალატია. ღალატია იმ ხალხის ვის ქუჩაში დგას ამდენი დღე და ასე შემდეგ და თუ იბრძვის იმ ხალხის ვის ციხეში ძვის იმიტომ ის ხალხი ხო ციხეში იმის გამო არ მომხდარა რომ ხა გახარიამ რამდენიმე დეპუტატი გაიყვანოს საკრებულოში. ამის გამო არ დასულა ეს ხალხი ციხეში. თან ახლა არა მარტო აქტივისტები არიან ციხეში, არამედ ციხეში არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და წარმოიდგინე შენი კოლეგები სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები დაჭერილი ყავს ამ ხელისუფლებას და შენ ახვალ მიიღებ არჩევნები. ჩემთვის ახლა აქ პრაგმატიზმზე მეტად მორალური საკითხი დგას პირველ რიგში და ჩემთვის ასე ვითარებაში წარმოიდგინე ახლა ერთი მხრივ ხელისუფლება ეს ოპოზიციური პარტიები მათ შორის ლელო ვინც ყოყმანობს გახარიათ როცა პარლამენტში არ შევიდა ხო ამ ნაბიჯით ეუბნებიან ამორჩეველს რომ ივანიშვილმა ფაქტობრივად არჩევნები გააუქმა ქვეყანაში ამას ეუბნება ოპოზიცია ხო და თუ გააუქმა არჩევნები გაუქმებულ არჩევნებში როგორ იხებ მონაწილეობას კი ბატონო ამ ხრივ სხვათა შორის თანმიმდევრულობის პრობლემა იმიტომ რომ მე მაგალითად სიმართლე გითხრა მერაბ მიფიქრია რომ მანდატების დაყრა შეიძლება არ იყო მთლად რაციონალური გადაწყვეტილება მე მაგალითად 20-ში ამ აზრზე ვიყავი მეც და ამას არასდროს მალავდი და მაშინ მე პირდაპირ ვამბობდი რომ 20-ში ოპოზიციამ რაც გააკეთა როცა შევიდა პარლამენტში ამის ეს უაზრობა იყო იქნა გამომდინარე რომ გაყალბების ასეთი მტკიცებულებები არსებობდა და პლუს არც დასავლეთი მიყვებოდა ამაში მაშინ მთელი დასავლეთი ეუბნებოდა ოპოზიციას რომ არა ამაში არ მოგყვებით შედით პარლამენტში ახლა სიტუაცია შეცვლილია ხო გაყალბების მასშტაბები აი წარმოიდგინე მარტივად რომ დავინახოთ დიანა როცა გაყალბებაზე ვსაუბრობთ 20-ში მარნეულში ახალქალაქში და ასეთ ადგილებში ქართულმა ოცნებამ აიღო 48-50%. ეხლა მარნეულში ახალქალაქში იქიდან ჩამოიტანა 80-90%. განსხვავებას ხო ხედავ ეს მარტივი მაგალითი აჩვენებს განსხვავებას 20-20-ის არჩევნებში და 20-20 კი ბატონო თუმცა ნებისმიერ ვითარებაში რაციონალიზმი რა თქმა უნდა იყოს პოლიტიკოსების თანდები შევნახოთ 20-20-ის შემდეგ სიტუაცია კატასტროფულად არის გაუარესებული დემოკრატიის თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანაში 20-20-ის დროს არ იყო რუსული კანონი, არ იყო ფარა, არ იყო ეს ყველაფერი რაც აგენტების შესახებ, გრანტების შესახებ. ამიტომ 20-20-ის არჩევნებზე თუ მე ვფიქრობდი რომ ოპოზიციის მიხრა შეცდომა იყო, ეხლა ვფიქრობ რომ პირიქით სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ რომ როცა ხელისუფლება მიდის რადიკალიზაციისკენ
ხელისუფლება თვითონ წავიდა 20-20-ის მერე რადიკალი ყველა მიმართულებით წავიდა რადიკალიზაციისკენ. ბუნებრივია ოპოზიციაც ამ გზაზე მიყვება ხა, იმიტომ რომ როცა გარემო პირობები იცვლება, ცოცხალი ორგანიზმი ასე გადარჩება. კი ბატონო, თუმცა ხელისუფლებას სულ ექნება მცდელობა გზიდან გადაგდების ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების, ამიტომ მათი სტრატეგია მაინც ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, ვთქვათ, ქმედებებმა, ის ვთქვათ, რელსი არ უნდა შეუცვალონ. ამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება არ გულისხმობ, მაგრამ ზოგადად, ანუ ყველა რაღაც კონკრეტულ მომენტში თითო კაცის დაჭერით ახლა რელსი არ უნდა შეგიცვალოს. არ გვაქვს მერაბ დრო შენ გენაცვალე. პირიქით ვამბობ, მარტივად ვიტყვი, რომ ცვლილებები არის პირიქით ჯანსაღი პროცესი, იმიტომ რომ როცა მაგალითად ცოცხალი ორგანიზმი რო ავიღოთ, ხო ბუნებაში ასე ხდება, როცა შენ გარემო პირობები გეცვლება, თუ არ შეიცვალე გარემო პირობების შესაბამისად ვერ გადარჩები. ანუ წარმოიდგინე მარტივ კითხვა რო დავსვამთ, ეხლა შენ ჩვეულებრივ რუბლიან ამიცი და კოკის პირველ წვიმაში ერთი და იგივე ტანსაცმელი გაცვია, ხო არა? არა, რა თქმა უნდა. მერაბ, მადლობა. სხვა დროს უფრო მეტი ვილაპარაკოთ. მერაბ მეტრეველი ჟურნალისტი იყო ჩვენი სტუმარი.